ადვილი პროფესია, გაქვს ძალიან აქტიურად ესე ვთქვათ, ეს რთულ სიტუაციებთან შეხედვა, მაგრამ ის რომ რაღაცა უკან დამეხია, ესეთი აღარ მქონია მას, მაგრამ და ალბათ ესეც არჩევანი იყო შინაგანი, ჩემი აზრით რამე. ეგრევე. არ ვიცი, ცივი რა იყო, მაგრამ ცივი ოფლი გასხავს. არც ერთი ოპერაცია არ ამშვიდებს პაციენტებს, ამაზეა საუბარი. ანუ არ არის ეს დასამშვიდებლად მოაკეთებთ ოპერაციებს, ხო? ანუ ამაზეც იყო საუბარი. ხო, ტაბლეტი არის იმ ჰორმონების დამბლოკველი პრეპარატი, რომლებიც ხელს უწყობენ ძუძუს კიბოს განვითარებას. ოღონდ ისევე ეს არის მხოლოდ სასარგებლო იმ პაციენტებთან, ვინც არიან რისკ ჯგუფში გენეტ. ჩვენ მამოგრაფიას ვაკეთებთ მხოლოდ კიბოს დიაგნოსტიკის, ადრეული დიაგნოსტიკის ან კიბოს წინარე დაავადების დიაგნოსტიკისთვის. ჩვენ არ ვაკეთებთ მამოგრაფიას და სკრინინგს, არც მასტოპათიების, არც კისტების, არც ფიბროადენომების, არც რაიმე ასეთი პათოლოგიების დასადგენად და შემდეგ სამკურნალო და საწვალებლად, არამედ მხოლოდ კიბოს დიაგნოსტიკისთვის. მოგესალმებით ისევ პირველი სამედიცინო პოდკასტიდან და ისევ ბათუმიდან. მოგესალმებით. დღეს ისევ განსაკუთრებული სტუმარი ყავს ბატონი თემურ გოგიტიძე, მამოლოგი და ონკოპლასტიკური ქირურგი და რა თქმა უნდა ანა გვიმშვენებს მხარს და მასპინძლობაში. კი ბატონო. არა, ბათუმიდან ეხლა ანა მასპინძლობს ისევ ბათუმში. ბატონ თემურ დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. მადლობა რომ გვესტუმრეთ და გამონახეთ დრო. მოგესალმებით, მესალმები მაყურებელს, ძალიან სასიამოვნოა და თუნდაც იმიტომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, რომ ესეთი საქმე ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან გამიხარდა, რომ ეს რაღაც დაიწყეთ და მედია განვითარება ექნება ამ საკითხს. დარწმუნებული ვარ კიდევაც. არ ვიცი მე რამდენი პოდკასტს წერთ, ალბათ რამდენიმე ათეული იქნება. კი, ნამდვილად ეგრეა. სტაჟიანები. მე დათასვეუნები რომ მალე მე მგონი პროფესიასაც შევიცვლი და სამყაროს დავიწყებ უკვე ის. კი, და ძალიან მოსწონს სამყარო, და ხო გამოდის. არაჩვეულებრივად თათა. მადლობა. კარგი, დავიწყოთ. დავიწყოთ პირველი ტრადიციული კითხვით. ხო. კი, ჩვენ სტატისტიკას ვაგროვებთ, ამას სულ ვამბობთ, რომ საიდან გაჩნდა იდეა, რომ უნდა ყოფილიყავით ექიმი და მე კონკრეტულად ამ მიმართულებით. როდის გადაწყვიტეთ და რატომ? ამ კითხვას ვამთხოვე ოჯახის კონტექსტში, ანუ ეს ოჯახის გავლენა იყო თუ არა, ანუ ოჯახი არიან თვითონ თორე. ზუსტად მაგაში ასე ვთქვი, პირველი კითხვა არის ძალიან დაკავშირებული, ანუ რაც უკვე რასაც ვერ გავექცეოდი და მეორე კითხვა ძალიან შემთხვევითი, ასე ვთქვათ, სიტუაცია. ოჯახში დედაც მამაც მედიკოსები არიან, ქირურგია და ამიტომ მე სულ იმას ვიხსენებ, რომ სკოლაში როდესაც ეხლა პატარა ქალაქში ქობულეთში ცხოვრობდით მაშინ ვიცნობდა მამა ჩემს ყველა და რა თემა სკოლაში რა უნდა გამოვიდე, როცა გავიზრდები და მასწავლებელი, აი როგორ დავწეროთ ის კითხულობენ ისინი მოსწავლეები. აი მაგალითად თემური მამდა და როგორც თემური დაწერს, მე უნდა გამოვიდე ექიმი. ანუ ყველა მიცოდა უკვე ჩემი პირველი კლასი და რომ მე ექიმი ვიქნები და მე ყველაფერს წერდი, ოღონდ ექიმს არ წერდი. წერდი და კოსმონავტი, პოლიციელი. აი პროტესტიც იყო კი მაგაში, პლუს ხედავდი რა დღეშიც იყო მშობლები და არასდროს ანუ აი მაქსიმალურად ვერიდებოდი ყველანაირად. და აი რეალურად მართლაც როდესაც დადგა საბუთების შეტანის დღე, მაშინ აი რაღაცამ მაიძულა რომ წამეღო ეს საბუთები და შემეტანა სამედიცინო ფაკულტეტზე. ან მაიძულა რომ ეს შინაგანად მაიძულა. ისე იდეაში მიუხედავად იმისა, რომ ესე იყო, თქვა განპირობებული მშობლებისგან რაღაცა იძულება არ ყოფილა ნამდვილად. ხო და მაშინ მივხვდი რომ ეს უკვე წინასწარ განწყობილი იყო, იმიტომ რომ სხვანაირად არ შემეძლო. მე მახსოვს კი ანუ ესე იყო რომ მე-9 კლასში პირველად დავეხმარე მამა ჩემს ოპერაციაზე და მე-10-ში უკვე გავაკეთე რამდენიმე ოპერაცია, ანუ მისი თვალთან, მისი მეთვალყურების ქვეშ, ანუ რაღაცა დეტალები, ანუ ქირურგიაზე უკვე დავიწყე, ესე ვთქვათ, სკოლის დამთავრება. ეს ხდებოდა ბათუმში? ეს ხდებოდა ქობულეთში. ქობულეთში. თქვენი გვარი ქობულეთიდან არის, როგორც ვიცი, ხო ზოგადად. ქობულეთში არიან, ხო, ბევრი არიან ირგვლივ, მაგრამ ძირითადი წარმომავლობა ქობულეთის რაიონიდან. რისი ოპერაცია იყო?
ეს ბავშვთა ექიმია, არა, მანაცვლავი ცოტა ესეთი ოპერაციას. მჭირდება გამოსვლება, ეს ძირითადად არის აი ისინი ზედაპირული მთიაქრები, მაგალითად, ესეთი ტაქტიკურად ძალიან კარგად გავიგეთ თავიდანვე რა როგორაა, რა რას ეკერება და ნუ რა თქმა უნდა, სახშიც ვარჯიშობდი უკვე, აი წარმოვიდი მე-9-10 კლასში და უკვე მე შემდეგ მაქსიმალურად ვიყავი ჩართული და ძალიან ბევრი სპეციალისტები ჩამოდიოდა ქობულეთშიც მაშინ, ვისაც ვესწრებოდი ოპერაცია. აი მიუხედავად იმისა, რომ არ ვაპირებდი ჩაბარებას იმაში, რა ქვია, სამედიცინოზე, ოპერაციებზე ვესწრებოდი ზაფხულობით იმის მაგალითად, რომ სადღაც მერბინა ზღვაზე მეულოდა. აი ჩემ შემთხვევაში მოპირით. ესეთი იყო ეს. ჩემი მშობლებიც არიან ორივე ექიმები. და მე ვაპირებდი გვინდოდა რომ ექიმი გამოსულიყავი ასე ვთქვათ და მე 7 კლასში პირველად ვიყავი ბრმანათლავის ოპერაციაზე რაც მომდა იქ უბრალოდ დაკვირვებისთვის მაგრამ მე გავხდი ეკონომისტი ასე დავხარდა ესაბარი ხო ანუ ამიტომ არიცი რა როდის იქნება ონკოლოგიას რაც შეეხება ყველას ნუ ესეც რა თქმა უნდა ერთ-ერთი კითხვაა რომ აი ესეთ რთულ პროფესიაში რატო გადაწყვეტე წასვლა ეს პირიქით ძალიან ის იყო შემთხვევითი ესე ვთქვათ, თუმცა შემთხვევითი არაფერი არ ამერს, როგორც ვამბობ. მე უროლოგობას ვაპირებდი, ესე ვთქვათ, როდესაც დავამთავრე უნივერსიტეტი, რაღაცა ნუ მაგ დარგში ვიცოდი, ასევე მამაჩემს ყავდა ძალიან ახლო მეგობრები უროლოგიაში, კაზანი არის ესეთი ქალაქი რუსეთში, სადაც ნუ გადავწყვიტეთ მაშინ რომ წავსულიყავი სასწავლებლად და ჩავედი იქა და უროლოგს უნდა შევხვედრილიყავი მის მეგობარს, რომ დამეწყო მოლაპარაკება იმის შესახებ, რომ ჩავიდოდი მე სასწავლებლად და რაღაცა ისე მოხდა, აღმოჩნდი მისი კაბინეტი იყო, ასევე ონკოლოგის კაბინეტი, საკმაოდ ცნობილი ონკოლოგი იყო ქალაქში და რაღაცა დიდხანს რო უცდიდი, ამ კაცმა დამინახა რაზის აქაო დამიძახა, შემიყვანა რაზე გამომკითხა და ანუ შენგან უფრო კარგი ონკოლოგი გამოვა, მოდი ჩემთან ასეთ იმის მეგობრის მაგივრად. ნუ აი რაღაცა ხანს ზიხარო, რაღაცას უყურებ აქაო არ მიდიხარ არსად და ჩემს ანუ ესე რაღაცა ინტერესდებიო და რაღაცა იმ მომენტში დავპირდი, რომ აი აღარ ისქენი, აღარ გაუტეხე ესე ვთქვათ, ნუ კაცი ესეთი და მე რო გადმოვედი ამ ჩემს მეგობარი ვნახე და უთხარი ასე რაღაცა მეთქი უროლოგობა მინდა აი მაგ ამას გავიცანი ეს კაცი მეთქი და მაი უფრო კარგი იდეაო, მაგი უფრო კარგად გასწავლისო შენ ქირურგიასო, ზოგადად ონკოქირურგია უფრო ისეთიაო მრავალფეროვანი და მე თუ გინდა გავხდიო უროლოგიო 2 წელში ან კოორდინატორები. რა ვიცი, ესევე დარჩი არსად აღარ წავსვლა მე. და ნუ რა თქმა უნდა იქ რაღაცა მომენტები ყოველთვის იყო სირთულეები, აი ხედავ რომ არაა რთული პროფესია, არაა ადვილი პროფესია, გაქვს ძალიან აქტიურად ესე ვთქვათ ეს რთულ სიტუაციებთან შეხედვა, მაგრამ ნუ ის რომ რაღაცა უკან დამეხია, ესეთი აღარ მქონია მას, მაგრამ და ალბათ ესეც არჩევანი იყო შინაგანი ჩემი აზრით რავი. ესე იყო. განათლება სად მიიღეთ? განათლება რო ვთქვათ, ესე იგი ანუ უნივერსიტეტი ბათუმია, ბათუმის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე და შემდეგ ეს რუსეთში კაზანის უნივერსიტეტის უნივერსიტეტში იყო ისა რა ქვია ორდინატურა და შემდეგ ასპირანტურაც იქაური იყო. მე ჩამოვედი უკან დავბრუნდი. ალბათ პრაქტიკაც გქონდათ ხო რუსეთში თუ არა? რა იყო ცით პრაქტიკა იყო, აი რეალურად ის იყო პრაქტიკა, როდესაც ნუ დღე და ღამე საოპერაციოში ვიყავი. ანუ მე უკვე გამზადებული ესე ვთქვათ სტუდენტობის მერე რა თქმა უნდა მე საოპერაციების ესე ვთქვათ სწავლა არ მჭირდებოდა უკვე რაიმე ტექნიკების, მე უკვე ჩავედი იქ ვაკეთებდი ოპერაციებს. როგორც კი დამიშვეს საოპერაციოში იმ დღიდანვე ასისტენციას და ოპერაციებს მე ვაკეთებდი და ამიტომ შესაბამისად აი რეალურად ეხა რომ ახსენდება რაღაცა ის წლები არის მარტო საოპერაციო. რავი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ აღარ ხვდები, იმიტომ რომ იმდენი ყველაზე მეტი მანდისწავლეთ. ხო, ეგ იყო ჩემი ქირურგობა დადგომის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ მე იქ სწავლობდი და მუშაობდი ზოგად ქირურგიაში, ანუ აბდომინალურ ქირურგიაში, გასტრექტომიებსაც ვაკეთებდი და ღვიძლის სეზექციებსაც ნაწლავსაც კერძზე უფრო ნაკლებს მუშაობდი ვიდრე მაგალითად რომ ცოდნოდა ახლა მამალოგი გავხდებოდი, ალბათ მაშინ უფრო მეც გავაკეთებდი კერძზე, მაგრამ ძალიან ფართო მასშტაბით მუშაობდი და მე შემდეგ რომ ჩამოვედი და ესე დავიწროვდი, ნუ ხშირად არის სიტუაციები, როცა რაღაცა გადასაწყვეტი გაქვს რთულ სიტუაციაში და მახსენდება რომ ნუ რეალურად ის გამოცდილება ძალიან გეხმარება, როდესაც შენ რთულ კრიზისულ სიტუაციებში სადღაც მუცლის ღრუში რაღაცას უცბად წყვეტდი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგ
თუნდაც ზედაპირულ ქირურგიაში და მკერდზე. იმე ქართული ხო არ იყო? ქართული ხო არ იყო თქვენს? იქ არა, იქ არ იყვნენ ქართველები, იქ არ ყოფილან, მაგრამ ძალიან საინტერესო ზოგადად რეალია თათრეთი სუდახენ ტატარსტანი. ძალიან ბევრი ადამიანია სხვადასხვა თუნდაც რელიგიის, აი ძალიან გავს აჭარას თუნდაც მაგხრივ, ანუ არის ორივე რელიგიის წარმომადგენლები ხალხი ძალიან კომუნიკაბელურია და არ არის ესეთი, ესე ვთქვათ, ცალსახა როგორც სხვა ადგილებში თუნდაც იმაში და ამიტომ ბატონო თემურ, რა იყო ყველაზე რთული ოპერაცია, რაც გაგიკეთებიათ? რაც გახსოვთ? არ ვიცი, ძალიან მიჭირს, მაგრამ როგორ აიცით, ანუ რაღაცნაირად ერთი მეორეს ისე ცვლის, რომ გონია რომ ეს იქნება ყველაზე რთული. შემდეგ მოდის კიდევ უფრო რთული და აი სიდიდის ხრივ რო განვასხოთ, აი გავარკვიოთ ახლა ბოლოს წლებში, არის სიტუაციები, როდესაც გვაქვს ძალიან დიდ მკერდთან თქვათ სამუშაო და იქ გარდა იმისა, რომ შენ დიდი მოცულობის ოპერაციას აკეთებ, ასევე უნდა განსაზღვრო როგორ დახურო ჭრილობა ისე, რომ იყოს ლამაზად და არ იყოს ესთეტიკურად იყოს და არ გინდა მარტო რომ აი რაღაცა მოჭრაკზე და მოკერვაზე, არა, აქ არის სწორედ ის ონკოპლასტიკური ქირურგიის ნიუანსი, რასაც ხშირად აი როგორც ესთეტიკური ქირურგია და ონკოპლასტიკური და ზოგადად ჩვეულებრივი პლასტიკური ქირურგია ძალიან დიდი განსხვავებული რაღაცებია ჩემი ხედვით, ესე ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ ონკოპლასტიკა არის, როდესაც შენ უკვე წინასწარ უნდა განსაზღვრო როგორ გაკვეთო იმისთვის, რომ ეს იყოს პაციენტისთვის პირველ რიგში სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო და იყოს მოსარჩენი და შემდეგ აქედან გამომდინარე უნდა განსაზღვრო როგორ უნდა დახურო ჭრილობა ისე რომ იყოს ლამაზი. ანუ ეს ძალიან კომპლექსური რაღაცაა და აი ხშირად როდესაც პლასტიკური ქირურგები შემოდიან ონკოლოგიაში და თავისი მეთოდები ახლა მე ისიც მაქვს ნახე ესეც ის მეთოდები ისე ვერ ამართლებს როგორც ონკოლოგიაში მცოდნე ადამიანი რომელიც მუშაობს პლასტიკაში. ამიტომ ესეთი кейსები არ ვიცი ბევრი გვაქვს და ახლა ყველაზე რთული რომელიც როგორ გამოყო ალბათ უფრო ქირურგიების სირთულით გამოყოფდი იმას სადაც შენ ქირურგიაშივე რაღაცა გართულება წინაშე დგახარა. ერთ-ერთი ასეთია, როდესაც მაგალითად არის ოპერაცია, როდესაც შენ რაღაც ცენტრალურ სიზარხთან ხარ და ანუ აი მომენტი, როდესაც შენ ხვდები, რომ შეიძლება ეხლა სადღაც რაღაცა წამის მიათეთში ისეთი სისხლდენა მოხდეს ან გართულება, რომ შეიძლება აი კარდინალურად შეცვალოს ყველაფერი, ეს გზნობა საკმაოდ რთულია. ანუ ასეთი გზნობები მქონია. უბრალოდ ალბათ უკვე მიჩვეული ხართ და ცივი გონებით უყურებთ ამას. სხვანაირად არ გამოდის. არ ვიცი, ცივი გონების რა იყო, მაგრამ ცივი ოფლი გასხავს. და ანუ ის გზნობა, ისეთი გზნობა არსებობს, არ ვიცი, აი ქირურგებს თუ ვინმეს უთქმია, არსებობს ესეთი რაღაცა, იცი და აი ენა გიბუჟდება ამ დროს. რაღაც არის მომენტი, რომ შეიძლება ეს აი გაჩერდე და გაშეშდე, ცივი ოფლი დაგასხას და მე რაღაცა გადავიდეს წამიერად და უნდა გააგრძელო, თუ არ გააგრძელებ, ვიცი რომ შეიძლება ისა გართულდეს ძალიან. ალბათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დროს მენტალურ მხარდაჭერას, ხო, პაციენტების, ანუ თქვენ როგორ ახერხებთ თუ კონკრეტულად აგზავნით ვინმესთან, რომ აი რაღაც ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ჭირდებათ, ანუ რომ არ არის დიაგნოზის გაცხადება გიწევთ? რა იცით, ანუ რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ რაც თუ გადავხედავთ საერთაშორისო პრაქტიკას ადეკვატურ ნორმალურ ქვეყნებში, ყველგან არის ასევე მხარდაჭერის ჯგუფები დაწყებული პაციენტებიდან, რომელმაც იციან როგორ უნდა დაუჭირო მხარი და ასევე სპეციალური ფსიქოლოგიური სამსახურები. მე არ ვიტყოდი, რომ ეს არის ძალიან ისე თუნდაც ევროპაში აი ძალიან ყველასთან ჩაბმული და ძალიან უმაღლეს დონეზე კეთდება, მაგრამ მაინც ასეა, რომ არსებობს ეს ჯგუფები. საქართველოში ეს არ არის ასე განვითარებული. კი არის, მაგრამ იმდენად არა, რასაც მე არ ვიტყოდი, რომ მხოლოდ ეს ექიმებისგან მოდის, ხო, თვითონ პაციენტებისგან, მოსახლეობიდანაც იმის გაგება, რომ შენ ფსიქოლოგთან რაღაცნაირად წახვიდე თუნდაც ასეთ მძიმე მდგომარეობაში, ყველა უარს ამბობს ამაზე. ამიტომ რომ გქონდეს ჩვენ როცა გქონდა საშუალება, როცა გვაქვს, ამასაც თავისი რაღაცაი
ისე უნდა დააკვალიანო პაციენტი, რომ არ ეგონოს, რომ ის ფსიქიატრთან მიდის და რაღაცა გიჟია და იმიტომ ან თქვენ თვითონ გიწევთ ამ როლის შეთავსება, ალბათ ხშირ შემთხვევაშიც რაღაცა დოზით. დასაწყისში ყოველთვის ასეა, ანუ საწყისი ყოველთვის ასეა და თუ ონკოლოგს არ აქვს შინაგანი ფსიქოლოგიური რაღაც გაგება ფსიქოლოგიაში და მით უმეტეს კარგია თუ კი რაიმე აქვს, ესე ვთქვათ, ოფიციალურად ეს ნასწავლი რაღაც დონეზე თუნდაც კურსის სახით ან რაიმე ტრენინგის სახით ან რაიმე ლექციების მოსმენის სახით, ისე ჩემი აზრით კარგი ონკოლოგი ვერ იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ყოველდღიურად რაღაცას გვაქვს ისეთ კრიტიკულ სიტუაციაში პაციენტებთან ურთიერთობა, რომ სხვანაირად შეუძლებელია და არ ვიცი, იდეაში ჩემი აზრით ამას მე ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ და როდესაც არის საშუალება, თუნდაც იგივე პაციენტების ჯგუფების ჩართვით ან ფსიქოლოგის ჩართვით, ყოველთვის ვიყენებთ. გქონდა ჩვენ გამოცდილება ძალიან კარგი, პერიოდულად არის ეს, არ არის ადვილი ფსიქოლოგის ნახვა, მით უმეტეს ვინც ონკოლოგიურ პაციენტებთან იმუშავებს და პერიოდულად გვაქვს და ძალიან კარგი შედეგები არის, რა თქმა უნდა, ამ დროს. ამიტომაც მოსახლეობისთვის რა მაქვს სათქმელი, რომ თუ კი არის ამის საშუალება, რომ ხარი დაგიჭიროს ფსიქოლოგმა ან ექიმი გეტყვის თუნდაც რომ ფსიქოლოგის კონსულტაცია გაიარეო, ანუ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ეს, იმიტომ რომ სხვანაირად ძალიან რთულია. აი ყველაზე ხშირი რომელი ონკოლოგიური დაავადებებია აი თქვენ პრაქტიკაში? ხო, ჩვენთან ისევე როგორც სოფლიოში, ხო, ანუ ქალბატონებში ძუძუს კიბოა. მამაკაცებში ფილტვის კიბოა პირველ ადგილას. შემდეგ უკვე დანარჩენი უკვე განსხვავდება ხანასია ხან ისე, მაგრამ ძუძუს კიბო არის ყველაზე ხშირი და ყველაზე ესეთი, რასაც ყველა ხდება. პირველი თქვენ ახსენეთ ვიწრო სპეციალიზაცია. რამდენად სწორად მიგაჩნიათ ზოგადად ეგ მიდგომა. ადრე მთლად ესე არ იყო მე ვფიქრობ, აი უფრო ზოგადად ქირურგია. მე მგონია რომ უფრო სწორია რომ რაღაცა დაავიწრო ხედვა და იმაში იყო ექსპერტი. ჩემი აზრით. ეს ერთი. მეორე ალბათ ყველას გვსმენია და ალბათ ყველამ ვიცით, რომ ეს ანჯელინა ჯოლის მოწოდება, რომ ყველამ გაიკეთოს მუდმივად სკრინინგი და თვითონაც სპეციალურად ეს მოიშორა სარძები ჯირკვლები, როგორც ვიცი, რომ გენეტიკურად მას ჰქონდა ამის საფრთხე და ყველა ქალს მოუწოდა, რომ რაღაც მსგავს სკრინინგი მუდმივი ყურადღება. თქვენ რა სიტყვით ამ საკითხზე რამდენად სწორი მიდგომა? შემდეგ რამდენად თულია ხოლმე რეკონსტრუქციული ეს ქირურგია, რამდენად თქვენც ალბათ ამას ხო და ბოლო მოგაყარეთ კითხვა და ბოლო კითხვა არის ზუსტად დღეს ვკითხულობდი ამ წინა გადაცემაში თქვენდა ამას საუბარი ხელოვნური ინტელექტის როლი ამ ამბავში და ესეთი რამე წავიკითხე რომ ხელოვნური ინტელექტს უკვე შეუძლია დაახლოებით 5 წლით ადრე, როდესაც აჩვენებენ ესე ვთქვათ რენტგენის კეთებას თუ მამოგრაფით კი ბატონო იმით ხო აჩვენებენ ამ შედეგს ის უკვე 5 წლით ადრე ხდება რომ იქ შეიძლება განვითარდეს ასე რომ ხო აი ამაზე ამის როლზეც თეორიისტებით რო გიქნა. რა ვიცი ერთ მაგარი კითხვებია რომელიც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მიმართულებებია ყველაზე და ვიწრო სპეციალიზაციასთან დაკავშირებით ჩემი პირადი აზრია რომ რაც უფრო დავიწროვებული ხარ შენ სპეციალობაში მით უფრო მეტად ექსპერტული ხარ რეალურად. ანუ საერთაშორისო პრაქტიკა საინტერესოა აი ევროპულ ქვეყნებში, რასაც ჩვენ გვინდა ვთქვათ ვედარებით და გვინდა რაღაცას მივაღწიოთ. იქ მაგალითად კონკრეტულად მამოლოგიაში რაც ხდება, ძალიან იშვიათად არის მხოლოდ მამოლოგიის ქირურგი, მამოლოგიაში მომუშავე ქირურგები. ანუ როგორც წესი ეს არის ზოგადი ქირურგები, რომლებიც აკეთებენ ყველანაირ ოპერაციას და მათ შორის მამოლოგიას, ან გინეკოლოგები არიან, რომლებიც მუშაობენ იმაში, მაგრამ აი რეალურად რო შევხედოთ, ანუ იდეურად ძალიან დიდი განსხვავება მაგალითად მცირე მეჯის ლაპარასკოპიას და ძუძუს ქირურგიას შორის. აი ცადა დედამიწა. მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ ქირურგი ვერ გააკეთებს ამას, იმასაც და იმასაც ერთნაირად, მაგრამ კონცეფციებზეა საუბარი და ონკოლოგიაზეა საუბარი. მაგალითად, სულ სხვანაირად მიმდინარეობს მცირე მენჯის ონკოლოგია, თავისი პრინციპებით და სულ სხვანაირად მიმდინარეობს კუჭის ონკოლოგიური პროცესი და ძუძუს ონკოლოგიური პროცესი. ხო, მაგალითად, ანუ კონკრეტულად რო ვთქვათ, მაგალითად, კუჭის ქირურგიაში ძალიან მნიშვნელოვანია მოცულობა ქირურგიული ჩარევის, ანუ თუ იქ არის რაღაცა ადგილობრივად გავრცელებული პროცესი, რაც უფრო დიდად გააკეთებს ქირურგი ოპერაციას, რაც უფრო დიდ ლიმფადენექტომიას გააკეთებს, მით უფრო მაგარია ქირურგია და კარგია.
ძუძუს ქირურგიაში პირიქით, ანუ უმრავლეს შემთხვევაში დიდი ქირურგია არ ნიშნავს კარგ ქირურგიას. და ამიტომ ქირურგის ერთ-ერთი მომენტი არის მამოლოგიაში, რომ ხელები არ უნდა გეფხანებოდეს. ანუ აი შენ თუ ხედავ რომ რაღაცა სირთულე გელოდება ოპერაციაზე, ჯობია ეს პაციენტი გაატარო, ესე ვთქვათ, მულტიდისციპლინარულ კონსილიუმზე, ძალიან კარგად დაფიქრდე, ხო არ შეიძლება სხვა მეთოდებით ამ სიმსივნის შემცირება თუ რაღაც გაკეთება იმისთვის, რომ შემდეგ უფრო ადვილად გადაარჩინო პაციენტი და ის გმირული ოპერაციები, რაც ჩვენ მირჩეული ვიყავით, რა ვიცი, ჩვენ ძველი დროიდან, საერთოდ არ წარმოადგენს ჩემთვის მაგალითად ქირურგის კლასის მაჩვენებელს. ანუ არამედ პირიქით, ეს უფრო იმას ნიშნავს, რომ ქირურგი ვერ ხვდება ზოგადად სიტუაციას და მარტო მისი თვალთახედვით უყურებს. და ამიტომ და პლუს კიდე დღევანდელი დღისთვის არის უამრავი ლიტერატურა. ანუ ყოველდღიურად გამოდის ახალი და ახალი ინფორმაცია, რომელიც შენ თუ ამას თვალი არ ადევნე, ხო, ჩამორჩები ძალიან მალე. შესაბამისად, ამდენი მიმართულებით ყველაფრის წაკითხვა მე კი არა მამოლოგიაში მიჭირს ზოგჯერ და ჩამორჩები ხოლმე და მე ვეწევი და კონფერენციაზე კითხულობ თურმე ეს მომხდარა და არის. ამიტომ არ ვიცი დღევანდელი დღისთვის რაც უფრო ვიწრო სპეციალისტი იქნები შენს დარგში, ჩემი აზრით მით უფრო მნიშვნელოვანია. და შესაბამისადაც ანუ ამ ახალ ტექნოლოგიებზე ხარ, რა იცით, იმდენად მომართული ვიყავი მეც მაგალითად დიაგნოსტიკაზე, ხო, რომ ეს სწორედ ეს ხელოვნური ინტელექტის საკითხი, როგორც კი პირველი ვთქვათ, დადასტურდა და აიღო ლიცენზია კომპანიებმა, რამდენიმე კომპანია და 5-10 კომპანია მსოფლიოში. ერთ-ერთ კომპანიასთან გავაკეთეთ ხელშეკრულება და ჩვენ ერთი წელი არა, მაგრამ აი ოქტომბრის შემდეგ ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ მაგალითად მამოლოგიურ დიაგნოსტიკაში. ყველა ჩვენი მამოგრაფია ტარდება ხელოვნური ინტელექტით და ის ჩვენ გვაძლევს საშუალებას იმისა, რომ ძალიან ბევრი ადრეული კიბო აღმოვაჩინოთ მანამ სანამ ჩვენ დავინახავთ და ეს რეალურად ხდება. რეალურად ასე, ახლა 5 წლის წინ 5 წელი როგორი აიცით, ახლა ეს ვიდეოები მეც ვნახე, ანუ არსებობს სიტუაცია, ანუ 5 წლის წინ როგორ ანუ შენ როდესაც უყურებ სურათს უნდა შეაფასო ეს ცვლილება არის აუთვისებიანი თუ არა, ეგ ერთი. და მეორე შეიძლება რომ გადაგვარდეს თუ არ შეიძლება. აი არის თუ არა აუთვისებიანი, ეს ადვილი დასანახია გამოცდილი სპეციალისტისთვის. ისიც მამორადიოლოგები არსებობენ მაგალითად გერმანიაში. ანუ სპეციალისტი, ვისაც ჩვენ უგზავნით ჩვენ სურათებს გერმანიაში არის მამორადიოლოგი. ანუ ის სხვა რაღაცას არ უყურებს, ის უყურებს მარტო მამოგრაფიას, ძუძუს ულტრაბგერას და MRI-ს ძუძუს მარტო. ანუ ეს იმდენად დავიწროვებულები არიან და სპეციალისტები. ხო და მიუხედავად ამისა, რომ ამდენად არის გამოცდილი და ექსპერტული, მასაც შეიძლება რაღაც გამორჩეს ის პროცესი, რომელიც შემდეგ შეიძლება გადაგვარდეს. და ამას ხელოვნური ინტელექტი ძალიან კარგად აკეთებს. იმიტომ რომ არ აქვს მიკერძოება, არ ფიქრობს, რა შეიძლება გავატარო ან არ გავატარო. არის ყველაფერი და არის ასევე პროცენტებით, ანუ ის გაჩვენებს, შემოგიხაზავს ადგილს და გეტყვის, რომ აქ ალბათობა აუთვისებიანი სიმსივნის არის 90%, 70, 50 და შემდეგ ოღონდ ადამიანი უკვე იმისთვისაა სპეციალისტი საჭირო, რომ ეს თავის ცოდნასთან დააკავშიროს, ესე ვთქვათ, თავის ცოცხალ ინტელექტთან და გადაწყვეტოს ამ პაციენტს ჭირდება რამე ჩარევა თუ არ ჭირდება. და ეს ერთ-ერთი მამოლოგიაში რატო გამოიყენება ყველაზე პირველია იდეაში მამოლოგია და რეალურად ახლა დღესდღეობით რაც ყველაზე მეტად მედიცინაში ალბათ გამოიყენება არის პათოლოგია და მამოლოგია, იმიტომ რომ ეს არის ანუ არ არის ბევრი ანუ სურათი საჭირო, ხო ვთქვათ, მაგალითად კომპიუტერი რო გადაიღო 1000 სურათია გასაანალიზებელი. მამოგრაფიაში 4 სურათია, ვთქვათ, პათოლოგიაში 20 სლაიდია და ამიტომ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს და მეც ძალიან მიხარია რომ ამას ვიყენებ. 5 წლით ადრე დაუშვათ თუ ახდენს რაღაცა წინასწარ პროგნოზს, ხო? აი, რა არის პრევენცია მაგ დროს? აი, რა შეიძლება რომ გაკეთდეს, რომ აი არა, ეგაა პრევენცია, ეგ არის პრევენცია, როცა შენ ხედავ რაღაცა უბანს, რომელიც შეიძლება 5 წელში გადაგვარდეს და იმას მოაცილებ და ამით კიბო აღარ ლოკალურად, მაგრამ სხვა პრობლემას ვაწვდებით, რაც აი გუშინ იყო რეალურად ესეთი, რამაც საკმაოდ დიდად დამაფიქრა, რომ ზუსტად ასეთი რაღაცა ვნახეთ, ზუსტად 5 მმ-იანი უბანი ვნახეთ, რომელიც ვიცი რომ არა აკიბო და ვიცი თითქმის 90% რომ ეს კიბო გახდება თქვათ 1 წელში. და როდესაც ამას უხსნით პაციენტს არ ჯერავს. დაველოდოთ, მოდი ჯერ. აი ხო, არ უნდათ, აი ჩარა, აი თუ არ არის კიბო, რატო უნდა ჩავერიოთ? ხო.
თუ და ამიტომ რაღაცა ისეთი საუბარი მიდის მე რომ შენ ვერ ხვდები რა არის შენი მექანიზმი ამ შემთხვევაში, როდესაც შენ 5 წლის წინ იყურები. ჩვენ მიჩვეული ვარ რაღაცა დღევანდელი დღისთვის, ხო? აი დღევანდელ დღეს, მაგრამ როდესაც შენ საუბრობ იმაზე, რომ გუშინდელი იქნება, ხო, ან გუშინდელი ვართ და რაც უხჭირს მე მინდა. აი თითქოს არა აქვს პრობლემა ადამიანს, მაგრამ შენ რაღაცას თავაზობ. თუმცა ასეც ისიცაა გასაგები ხარ, როდესაც შენ თავაზობ მას ასეთ პატარა, ანუ 6 მმ-იან თქვა ცვლილებაზე, რას თავაზობთ? ეს არის პატარა ნემსი, წვრილი ვაკუუმ რეზექცია ქვია, რომელიც არის მინი ოპერაცია, როგორც ლაპარასკოპია ზოგად ქირურგიაში, ესეთი არსებობს ვაკუუმ რეზექცია, როცა შენ ულტრაბგერით ხედავ ამ წარმონაქმს, იდეალურად ხედავ მილიმეტრებში, შედიხარ ამ ნემსით და იმ წარმონაქმს ამოიღებ იქედან, ანუ ამოკვეთა ვაკუუმით, ამოტუმბავ. ეს არის აირით 5 წუთში ვაკეთებ, 10 წუთში ვაკეთებ ამას. ეს ზოგადი ანესთეზია. ადგილობრივ კბილის დაპლომბოსავით და მაგრამ დიდად არც ალბათ ფორმასაც არ აზიანებს, ხო? არა, არაფერს არ აზიანებს, საერთოდ არ ეტყობა. ხო, 6 მმ. და შესაბამისად, შენ გაქვს ასეთი საშუალება და არის ადამიანების უნდობლობა იმისა, რომ ეს შეიძლება ან რაღაცა, აი შეიძლება ხელოვნური ინტელექტი რაღაცას, ხო იცი ChatGPT გონია ყველას ეს ხელოვნური ინტელექტი, რომ ზოგჯერ შეიძლება გატყუებს. ანუ ესე არ არის ახლა მედიცინაში დალიცენზირებული პროგრამები არის მილიარდობით სურათზე გატესტილი და იმას არა აქვს ასეთი რაღაც ხან ერთ სიტყვის ხან მეორეს. ანუ ეს ასე არა, ესეც უნდა გავიგოთ, რომ ეს სულ სხვანაირი დატაა და ეს თუ ამიტომაც ახლა ის თუ $20 ღირს თვეში, აი ეს შეიძლება $2000 ღირს და $3000 ღირს. თან ალბათ ეგ არის სპეციალიზირებული სამედიცინოზე. კი, სპეციალიზირებული, ანუ კომპანია მაგალითად ის Lunity და კიდე B-Raise არის ორი კომპანია, რომელთანაც ჩვენ ახლა თანამშრომლობთ. არის მარტო ამისთვის შექმნილი კომპანია. მამოლოგისთვის მარტო მამოლოგისთვის. ამიტომ ესეც არის ძალიან ბევრს ნიშნავს. ახლა გარდა ამისა, ვიწრო სპეციალისტი. რამდენად არის დავიწროებული? კი, გარდა ამისა კიდე საუბარი იმაზე, რომ ასევე ხელოვნური ინტელექტი მაგალითად ამ ერთ-ერთი კომპანიის soft-ში ასევე ზრუნავს იმაზე, რომ სურათი იყოს ხარისხიანი. იმიტომ რომ ჩვენ თუ არ გვექნება ხარისხიანი სწორად გაკეთებული სურათი, ვერ შეიძლება დიაგნოსტიკაში ამას შეგვიშალოს რაღაცა არ გამოჩნდეს. ამიტომ ონლაინ რეჟიმში ეგთან შეუგნება პირდაპირ, რომ ეს სურათი თქვა არადეკვატურია, იმიტომ რომ ეს ნაწილები არ ჩანს, გადაიღე თავიდან, იმან უნდა გადაიღოს და ისევ როცა გამწვანდება, შემდეგ მიცემს იმის საშუალებას, რომ ატვირთოს სურათი და იქიდან გადააგზავნოს. ამიტომ ასეთ დარგებში და ასეთ ნიუანსებში ძალიან კარგად შეიძლება გამოყენება ხელოვნური ინტელექტის და ჩემი აზრით ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ გამოვიყენოთ. ხო და ამასობაში მეორე კითხვა არა, ძირითადად მე მგონი ამოვწურეთ, უბრალოდ აი სკრინინგზე მაინტერესებს, ანუ რა არის თქვენი რეკომენდაცია ქალბატონებმა, როგორ უნდა გადაიმოწმონ მუდმივ რეჟიმში რა პერიოდულობით, აი ეგ მნიშვნელოვანია. აი ანჯელინაზე ხო ამ ყველაზე ცნობილი მისი მოწოდებაა ჩემთვის რა ჩემს თქვა აზრის გამოთქვამდა უკვე გავიდა საკმარისი დრო, მე მგონი 10 წელიწადია გასული მას შემდეგ. სწორედ მოყვა ძალიან დიდი ბუმი მოყვა და ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიკეთა ორმხრივი კანქუშა მასტექტომიები, მაგას ქვია პროფილაქტიკ მასტექტომია, ანუ პროფილაქტიკური მასტექტომიები. მაგრამ ანუ დადგენილი რო არ არის და მაინც პრევენციული ალბათ. ეს ნიშნავს პაციენტი, ანუ პაციენტი ადამიანი იკეთებს მაშინ, როდესაც გენეტიკურად ჩააბარა უნდა ანალიზი და გენეტიკურმა ანალიზმა თუ გაჩვენა, რომ შენ გენი გაქვს მუტირებული და გაქვს ძუძუს კიბოს განვითარების მაგალითად 80-70%-იანი შანსი, მაშინ უნდა გაიგო, მაგრამ არსებობს ძუძუს კიბოს დადგენილი განმაპირობებელი გენებიდან და არსებობს ორი ძირითადი გენი. ვერსია 1, ვერსია 2. ადამიანები, რომელსაც ორივე გენი აქვს მუტირებული ქვია, ანუ შეცვლილი, მათ აქვს მაღალი რისკი დაახლოებით 90% და პლუს კიდე ამასთან ერთად თუ კი რეალურად ნათესავებში ჰქონდათ ძუძუს კიბო, ეს უკვე ამ რისკებს ჰქონდა. ეს არის მაგალითად ანჯელინა ჯოლის სიტუაცია, როდესაც ბებიას ჰქონდა, დედას ჰქონდა, მას ჰქონდა ორივე გენი მუტირებული და მისი არჩევანი საკმაოდ ადეკვატურია. მაგრამ ძალიან ბევრმა ადამიანმა და ბევრმა ქირურგმა გამოიყენა ეს თქვათ ეს ოპერაცია, როდესაც ერთი გენია მუტირებული, ან არ ყავს ნათესავში არავინ და
ერთი გენია, ან ეშინია ადამიანს და აი ძალიან დიდი რაოდენობით გაკეთდა მსოფლიოში ეს ოპერაცია. ზუსტად ამ მოწოდების შემდეგ, ხო და ანუ მე ოღონდ რაზო წილი ამ ხალხის რეალურად ვისაც ჭირდება ეს 1000-დან არის 1000-დანაც არა 10000-დან შეიძლება 5 იყოს ესეთი ადამიანი. ნახეთ, ანუ თვითონ პრობლემა არის ძალიან პატარა, მაგრამ იმ კონკრეტული ადამიანისთვის არის პრობლემა, მაგრამ საზოგადოებრივი პრობლემა ამაში არ ყოფილა ზოგადად. ხო, მაგრამ ამ დროს თვითონ პროფესიონალი არ ურჩევს, რომ არ ურჩევს, არა, ნახე როგორ მე სიტუაციამ შექმნა ის, რომ ეხლა პაციენტი როცა გეხვეწება გამიკეთეო, ექიმს როცა გასამართლებელი, როდესაც სადაზღვეო აფინანსებს, ეხლა ეს ხდებით რანაირი სიტუაცია. ხო, ანუ ეს არ არის შეიძლება ანუ შეიძლება არ არის დანაშაული, მაგრამ შეიძლება რაღაცა დონით მალპრაქტისი არის, რომელიც არის ყველას მიერ და ყველა ქვეყანაში ხო და ან მე რას ვამბობ ეხანდელ კონფერენციებზე რასაც ჩვენ ვესწრებით, რასაც გვაქვს შეხება და რასაც ვკითხულობთ, ყველგან არის იმაზე საუბარი, რომ არ უნდა გავაკეთოთ ამდენი პროფილაქტიკური მასტექტომიები და ეს არ არის ის გზა, რომელიც ადამიანს აძლევს არც სიმშვიდეს, ანუ აი ზუსტად ესეთი მოწოდება იყო ხა ეს მობრესზე რო ვიყავით მიუნხენში, არც ერთი ოპერაცია არ ამშვიდებს პაციენტებს, ამაზეა საუბარი, ანუ არ არის ეს დასამშვიდებლად მოაკეთებთ ოპერაციებს, ხო? ანუ ამაზეც იყო საუბარი. შესაბამისად, კარგია ერთი მხრივ საქართველოში ამის საშუალება ბევრს არ ქონდა და ესე არ გაკეთებულა. იმიტომ რომ პირველ რიგში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გართულება ახასიათებს. ხო, აი უნდა მეკითხა. ძალიან ბევრია გართულება. ეს განსხვავდება, ნახე პლასტიკა, ისე ონკოპლასტიკური ქირურგია, ჩვეულებრივი პლასტიკისგან ძალიან დიდად განსხვავდება. იმიტომ რომ შესაძაც იდგმება სილიკონის იმპლანტი ჩვეულებრივად აუგმენტაციის დროს ის იდგმება ძუძუს და კუნთის ქვეშ ან თუნდაც ძუძუს ქვეშ, ხოლო და მას აქვს ბუფერი, ესეთი ძუძუს ქსოვილი არის ძალიან კარგი ბუფერი ინფექციის და კოსმეტიკურადაც ძალიან კარგი ეფექტი აქვს. ამ დროს ამისგან განსხვავებით, როდესაც შენ კანქვეშ დგამ პირდაპირ ეს ერთი დრო იყო, როდესაც კუნთს ჭრიდან შიგნით დგამდა რაღაცა ძალიან ტექნიკურად რთული იყო ეს ოპერაცია, ეხა უკვე კანქვეშ დგამენ, მალევე პერიოდში ეს კოსმეტიკურად ისეთივე აღარაა, როგორც თქვათ, ჩვეულებრივი აგუმენტაცია და არც ტკივნეულობა ახასიათებს გართულებები ინფექციების საკუთრებით კაფსულარული კონტრაქტურა ძალიან მაღალი იმით არა ქვია პროცენტობით. შესაბამისად ეს არ არის ის ოპერაცია, რომელიც შეიძლება ადვილად გადაიტანოს და შემდეგ ადამიანმა დაისვენოს მთელი ცხოვრება. ანუ ამიტომ ეს რისკები ყველამ უნდა იცოდეს და არსებობს სხვა ვარიანტები, ხო არსებობს ქემოპროფილაქტიკა, როდესაც ტაბლეტი შეიძლება დალიო და ამან შეამციროს და სკრინინგს რაც შეეხება, ეს არის საერთო პოპულაციაში. ერთადერთი სწორი და გამართლებული არის 40 წლის ზემოთ მამოგრაფიის ჩატარება. ზოგ ქვეყანაში 50-ის ზემოთ, ანუ 40 წლის. და ტაბლეტი პირველად გავიგე მე და კონკრეტულად ტაბლეტი არის, ხო, ტაბლეტი არის იმ ჰორმონების დამბლოკველი პრეპარატი, რომლებიც ხელს უწყობენ ძუძუს განვითარებას. ოღონდ ისევე ეს არის მხოლოდ სასარგებლო იმ პაციენტებთან, ვინც არიან რისკ ჯგუფში გენეტიკურად. და რამდენად ხელმისაწვდომია? ტაბლეტი 54 ღირს ტაბლეტი. და ეს მამოგრაფია თქვა 40 წლის ზევით რა პერიოდულობით უნდა გაიკეთოს? ხო, ანუ სწორედ ზოგადად არის 2 წელიწადში ერთხელ რეკომენდებული, ხშირად 6 თვეში იმაში. ოღონდ აი ნახეთ ამასაც აქვს მნიშვნელობა, ჩვენ მამოგრაფიას ვაკეთებთ მხოლოდ კიბოს დიაგნოსტიკის, ადრეული დიაგნოსტიკის ან კიბოს წინარე დაავადების დიაგნოსტიკისთვის. ჩვენ არ ვაკეთებთ მამოგრაფიას და სკრინინგს, არც მასტოპათიების, არც კისტების, არც ფიბროადენომების, არც რაიმე ასეთი პათოლოგიების დასადგენად და შემდეგ სამკურნალო და საწვალებლად, არამედ მხოლოდ კიბოს დიაგნოსტიკისთვის. ამიტომ ესეც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რატო ხდება ახლა ჩვენ ძალიან აქტიურად დავიწყეთ ეს სკრინინგული ესე ვთქვათ კამპანიები ყველაფერი და ვცდილობთ რომ მაქსიმალურად მოვიზიდოთ ხალხის სკრინინგზე, იმიტომ რომ გვაქვს უახლესი აპარატურის საშუალება, ასევე ის გერმანული მეორე აზრი, რასაც ვამბობდი და ხელოვნური ინტელექტი და ვდგებით იმ ესე ვთქვათ კედლის წინაშე, როდესაც პაციენტები ვერ მოდიან, ვერ წყვეტენ, ან ეშინიათ, ან არ მოდიან და რაღაცა მიზეზების გამო. ერთ-ერთი ასეთი მიზეზია, როდესაც ამდენად ბევრი წარმოვიდგენ ხა თვეში მოდის 400 ადამიანი, 400 ადამიანიდან პრობლემას ესე ვთქვათ წყალებში უნახავ დაახლოებით 100 რომ მოგინდეს. და შესაბამისად თუ შენ ასივე პაციენტს რაღაცა ჩაუტარე, რაღაცა ჩარევა, თუნდაც ბიოპსია, ან თუნდაც რაღაცა ოპერაცია შეთავაზე არა, მე ეს ძალიან ამცირებს ასე ვთქვათ ნდობას სკრინინგის მიმართ. როდესაც რეალურად მხოლოდ მაგალითად 1000 ადამიანიდან როცა გამოიკლევ,
იქედან ჭირდება დამატებითი კვლევა 10 ადამიანს. 1000-დან 1000-დან 10. ანუ სულ 1%. 1%-ია და 0.6%. ნახევარს დაახლოებით. 1000-დან 3 პაციენტს შეიძლება დაუდგინდეს უძუსკიბა. ეს არის საერთაშორისო სკრინინგი. როდესაც მოდის ჯამრთელი მოსახლეობა და არა ის ვისაც რაღაცა კვანძი აქვს. საშუალო სტატისტიკურ მოსახლეობა, ანუ ჩვენთანაც ასე არის საქართველოს სტატისტიკაც მსგავსია? ჩვენთან ჯამრთელები არ მიდიან. ვამბობთ თუ იმას. არ მე ვამბობ 1000-დან 3 ადამიანს უდგინდება როგორც არა, ჩვენთან ეხა ჩვენ როდესაც ძალიან ვცდილობთ და აი მაქსიმალურად ვცდილობთ რომ იყოს ჯამრთელი მოსახლეობა, ჩვენ გაქვს 10-ჯერ მეტი ეხა. მაგალითად 1000-დან არის დაახლოებით არა 1000-დან არის დაახლოებით 15-20 პაციენტს უდგინდება. ეს არის ძალიან მაღალი ციფრი, მაგრამ ამაზე მეტი იყო ადრე იყო, არ ვიცი შეიძლება 30%-ში დგინდებოდა, იმიტომ რომ აი ვინცაც რაღაცას გზნობდა, მაშინ მოდიოდა. და შესაბამისად, რადგანაც როდესაც ეს საერთაშორისო ნორმას როცა უბრუნდები, შენ მამოგრაფია ერთჯერადი პროცედურა არა, შენ აუცილებლად ანუ ესაა მნიშვნელოვანი, როდესაც იკეთებ სკრინინგს, უნდა შემდეგი 1 წელში მიხვალ თუ 2 წელში, როცა გეტყვიან რომ უნდა მიხვიდე ზოგს 1 წელში, ზოგს 2 წელში. აუცილებლად წინა სურათს უნდა შედარდეს. და რა არის ცვლილება? და აი სწორედ მაშინ წარმოიქმნება ძალიან მაგარი დიაგნოსტიკა. მაშინ სწორედ როდესაც ადარებს იგივე ხელოვნური ინტელექტი თუ არახელოვნური ინტელექტი ამ ორ სურათს და შენ ხედავ ამ მინიმალურ ცვლილებებს, მაშინ შეიძლება დაიჭირო ის რომ სადღაც იწყება სიმსივნე. ან შეიძლება 2 სურათი, 2 წელი ან 3 რაუნდები ქვია, თქვა 3 რაუნდის მერე. თუ შენ ყველა ჯერზე აიკეთებ ისე რომ არ ხედავს რადიოლოგი წინა სურათებს, ეს აქვეითებს ალბათ 10 ჯერ უფრო დიაგნოსტიკას. და შესაბამისად 40 წლიდან ყოველ 2 წელში ან ყოველწლიურად და 40 წლამდე რას ვიტყოდით, ხო, ახლა რა თქმა უნდა არსებობს ის სიტუაციები, როცა 40 წლამდე დგინდება ახალგაზრდა ხშირია. არ ვიცი, ანუ ყველა იძახის გაახალგაზრდა ამის არ არსებობს ციფრით დადასტურებული მონაცემები. არ არსებობს. იმიტომ ალბათ რომ მიმართვიანობა შედარებით ნაკლები. შეიძლება მიმართვიანობა, შეიძლება დიაგნოსტიკაც არის მომატებული, დიაგნოსტიკის საშუალებაც და ანუ დიაგნოსტიკის მეთოდები, თქვა იგივე ულტრავგერითი აპარატურა თუ სხვა აპარატურა, MRI-CT არის უფრო მეტად უფრო ზუსტია და უფრო ადრე ხედავს სიმსივნეებს მაგალითად და ასევე მოსახლეობის ესე ვთქვათ ბიოლოგიური ასაკის თუ რაღაც ანუ ბიოლოგიური მახასიათებლებს იცვლება, ხა ის არა, რასაც 100 წლის წინ იყო ჰორმონალური რაღაცაც, ამიტომ პლუს ცნობიერებაც ამაღლებულია პრინციპში მაგ საკითხზე და ალბათ უფრო მეტადაც აქცევენ, ხო, შეიძლება უფრო მეტადაც აქცევენ, კი, ამიტომ მაგრამ 40 წლამდე ადეკვატურია ესე ვთქვათ, რომ ვთქვათ ახალგაზრდა ქალმა ვთქვათ 25-27 წლის ასაკში გაიკეთოს ერთხელ ულტრავგერა, რომელიც არ მოიცავს არანაირ დასყიდვებას, ძალიან ადვილია. და შემდეგ იმ პირველადი ულტრავგერის მერე გადაწყვეტს, ჭირდება ყველა წელიწადში ერთხელ არ ჭირდება, როგორ ჭირდება 40 წლამდე ულტრავგერიც ყოველთვის საკმარისია. ძალიან განსხვავდება ამ შემთხვევაში იმ პაციენტების სკრინინგი, რომელსაც აქვს გენეტიკური მიდრეკილება. ამ შემთხვევაში, ანუ ოღონდ გენეტიკური მიდრეკილებაზე ვამბობ, იმ შემთხვევაში თუ კი ან 2 ნათესავს მინიმუმ ახლოს დედა და მამი და მამა. ასეც თუ 2 ნათესავს ქონდა და ტესტს ვერ იტარებს გენეტიკურს. ან თუ გენეტიკური ტესტი ჩაიტარა და გენეტიკურმა აჩვენა, რომ მას აქვს მიდრეკილება. თუ არა ის რომ დედას ქონდა ძუძუსკიბო და ამიტომ მოდი მე ასე ზედმეტად გავაკეთებ, ეს არ არის გამართლება და არც ერთმა ექიმაც არ უნდა უბიძგოს ადამიანს და არ უნდა ჩაათვლევიოს ტვინში, არ უნდა ქონდეს იმის გაგება, რომ ეს რაღაცა გენეტიკური წინასწარ-განწყობა. ბევრი მოდის ასე და იმიტომ აი მეუბნება, მე გენეტიკური წინასწარ-განწყობა მაქვს რომ ქონდეს ძუძუში სიმსივნე, რატომ მეთქიდან დედას ქონდა მიომა იმის, ახლა ეს არა სწორია. და გენეტიკური განწყობა ვისაც აქვს, იმათმა უნდა დაიწყონ მაგნიტური ტომოგრაფი დაახლოებით 35 წლიდან, MRI უნდა ჩატარდეს და შემდეგ უკვე იმის მიხედვით 2-3 წელიწადში ერთხელ არის განსხვავება და ბატონო განვიჭირთოთ ცოტა. რთული თემა. კი, რთული თემა. სანამ რაღაცა პირად კითხვებზე გადავალ, თუ გახსენდებათ რამე და დაწმებული ვარ ალბათ რომ გახსენდებათ ისეთი შემთხვევა, რომ აი თქვენც რო არ გეგონათ, რომ რამე ეშველებოდა რა, რაღაც კონკრეტულ кейს თუ მოკლედ პრობლემას და აი თქვენც რო გაუცებული დარჩით რა.
კი, ასეთიც მახსენდება, ან ახლა ხვდები რომ ძალიან ბევრი ხნის ვარ. ან ბევრი იმაშავია. არა, ისე ბევრი მახსენდება და იმიტომ ესე იგი საკმაოდ ასაკიანიც ყოფილვარ და დიდი პრაქტიკაც გამოცდილება. აი ხა უცბად რაც შეიძლება გამახსენდეს, ანუ რა თქმა უნდა არის ნახეთ როგორ ეს არის ის საკითხი, რასაც ვერავინ ვერ გავიქცევით, რომ არსებობს რაღაც, რაც ჩვენ და ზოგადად მედიცინაც შეიძლება ვერ ახსნას, ხო? ამიტომ არსებობს 10,000 ვიღაც, ვინც ამით იმართლებს თავის ასევე ესე ვთქვათ, ცუდ პრაქტიკებსაც და რაღაცების გამართლებას და რაღაცა წამლები თავს ამით იმართლებენ, რომ ვიღაცა მოურჩენიათ, რაღაცა მოურჩენიათ, ხო? ანუ რო არ არსებობდეს ესეთი кейსები, მაშინ არც იარსებებდა ის არატრადიციული მედიცინაც, ხო? იმიტომ რომ რეალურად მე არ ვარ ის ექიმი, ვინც სრულად უარყოფს, რომ შეუძლებელია, რომ არატრადიციულმა მედიცინამ რაღაცა გააკეთოს. მაგრამ ჩვენ უნდა ვემყარებოდეთ პირველ რიგში, როცა ექიმები ვართ, რეალურ მონაცემებს, ხო? რეალურ მტკიცებით მედიცინას. ამ მტკიცებით მედიცინასაც აქვს ეს кейსები, ხო? მაგალითად ვიცით, რომ ეს შეიძლება მოხდეს. ყველაზე მეტად ესეთი ძალიან ხშირად ესეთი ამ ბოლო დროს დაიწყო იმუნოთერაპიის შემოსვლასთან ერთად. ანუ იმუნოთერაპია, როგორც ვიცით, არის არაქიმიოთერაპია, ანუ არა ის წამალი, რომელიც პირდაპირ კლავს სიმსივნის უჯრედს, არამედ აძლევს ორგანიზმს იმის საშუალებას, რომ გამოიცნოს ეს უჯრედი და ორგანიზმის თვითონ უჯრედი კლავს მას. ან ორგანიზმის რაღაცა ჰუმორალური მექანიზმი, ანუ ჰორმონალური თუ ასე და როგორც ვიცი, გვერდითი მოვლენებიც უფრო ნაკლები აქვს თუ ამეშლება. გააჩნია როგორი გვერდითი მოვლენები, აი პირდაპირ გვერდითი მოვლენები, როგორიც ვთქვათ, ეს ღებინებები, თმის ცვენები და ასეთი საერთო არ ახასიათებს, ძალიან ადვილად გადასატანე, მაგრამ ზოგჯერ ალერგიული რეაქციები ახასიათებს, ზოგჯერ ახასიათებს შორეული აუტოიმუნური რეაქციები. მაგრამ თუმცა, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო კარგი წამლებია, ვიდრე ჰორმონოთერაპია და ამ დროს ჩვენ ძალიან ბევრი ალბათ ისეთი ნათქვამია, მაგრამ ბევრი პაციენტი ყავს უკვე, ვისაც შეიძლება იგივე მეოთხე სტადიაზეც, ან ძალიან გავრცელებულ მესამე სტადიაზეც გამქრალა სიმსივნე და წლებია უკვე ცხოვრობენ ისე, რომ ჩვენც არ ვიცით, ესე ვთქვათ, რა მოხდა. ერთ-ერთი ასეთი სიტუაცია იყო, როდესაც მელანომაზე მქონია, აი რეალურად ძალიან გავრცელებული სიმსივნე, მესამე, აი მეოთხე სტადია, მესამე ბიქვია რა, როდესაც შენ იცი, რომ ეს ამ ადამიანს ვერაფერს ოპერაციას ვერ გავუკეთებ ისე, რომ მოაცილო ან რაღაცა და ორი გადასხმა გამოვახერხეთ, გაგვეკეთებია, იმიტომ რომ უაღრესად ძვირია ეს პრეპარატი და ერთი დააფინანსეს, ერთი იყიდეს და გაქრა ეს სიმსივნე შემდეგ. და აი თვითონ როგორი განწყობა ქონდა, აი ეგეც ალბათ რატო გამახსენდა, იმიტომ რომ შემდეგ აი თითქმის ჩივილამდე მივიდა, არ გვიჩივლეს, არ მიჩივლეს, მაგრამ იყო ჩივილამდე ის, რომ არ ჭირდა ამ ადამიანს არაფერი და ტყილა დავხარჯეთ ამდენი თანხა. რეალურად იყო, ეს არის ერთ-ერთი რეალურად кейსი და აი როდესაც ესეთ რაღაცაზე მიჩივიან, ძალიან მიხარიან. მე შეშინაგანად ძალიან დიდი ის მაქვს, რა ქვია. ძალიან მისწორდება, რომ მეთქი ესეთი რაღაცა გავაკეთე, რომ ადამიანს დღესაც არ ჯერავს, რომ მას სიმსივნე ქონდა და იმდენად გადარჩა და ასევე ძალიან აუცნაური ამბავია. კი, იმიტომ რომ ნახეთ როგორ ანუ სადღაც მეწყინებოდა ორიანში რა. აი ხო რავი, ანუ ესე არა, ეს ხდება ადამიანის პრაქტიკულად ისეთ გზაზე დაგაყენე, რომ სიცოცხლე გადაგირჩინებდა, ანუ და როგორი ეცეთ ახლა იქ არსად არ წერია, რომ შენ ორი გადასხმა შეგიძლია გააკეთო. იქ წერია, რომ მაგალითად შენ რო დაიწყებ, უნდა უკეთო. ანუ ამერიკაში მაგალითად ეს გაგრძელდებოდა. ჩვენ იმის გამო რომ მეც ვერაფრით ვერ იზამ და ვერავინ მარტო ორი გადასხმით თუ მორჩიო, მაშინ რა ის კი გამჭირდა, ანუ ამის ეს იყო იდეაში რეალურად მაინც თვითონ აგებდა. ასეთი იყო და ამიტომ ასეთი შემთხვევები იმუნოთერაპიაზე რეალურად არსებობს. მაგარია, ბევრი ეგეთი შემთხვევა გვჭირდა, მაგრამ ბევრი. კი, მე იმედი მაქვს, ანუ დაჯერებით, რომ ციჩილონ პრინციპში დაჯერებით. ბატონ თემურ ან ესეთი მძიმე სამუშაო გაქვთ და აი რა გეხმარებათ იმაში რომ განიტვირთოთ და თავისუფალი დრო თუ გაქვთ საერთოდ და აი რა არის თქვენი საყვარელი საქმე თავისუფალ დროს? კი. მე ვიცი რომ მიყვარს მოგზაურობა. კი, მოგზაურობა. ნუ მე არ ვიცი როგორ ვიტყოდი ახლა, რამდენად დაუკავშირო ეს განტვირთვას, მართლა გითხრათ არ ვიცი და ნუ იდეაში როდესაც სამსახურში ხარ და როდესაც მოგწონს ეს საქმე,
ნუ ფიზიკურ დატვირთვას თუ არ ჩავთვლით, სხვა მხრივ არ მგონია რომ აი ფსიქოლოგიური რაღაც განტვირთვა ეს გამოვეძებდე რაიმე სხვა საშუალებებს, ხო? მაგრამ ნუ ძირითადად ის რით დაიკავო თავისუფალ დროს, ნუ ჩემთვის ყოველთვის იყო ის რომ აქტიურად არ შემიძლია იდეაში არასდროს არც მახსენდება რომ ვთქვათ გამეტარებიოს მთელი დღე არაფერს პასიურ რეჟიმში. პასიურ რეჟიმში. ესეც კარგია, შეიძლება ზოგისთვის ესეც სასარგებლოა და სასიამოვნოა, მაგრამ ჩემთვის აქტიურობა, ხო, შეიძლება შეიძლება კარგი. ჩემთვის აქტიურობა ყოველთვის კარგი იყო და ნუ ერთ-ერთი არის სპორტი, ოღონდ ისე მოხერხდა რომ ჯერჯერობით მარტო ესე ვთქვათ, ზამთრის სპორტი არჩეული მაქვს ისე რომ როდესაც ვიცი რომ ნებისმიერ თავისუფალ დროს და როცა შემიძლია წავიდე, ეს არის სნოუბორდით სრიალი თაში. სადაც იხარ ოღონდ აი ძალიან მაგარი ქვეყანა გვაქვს და შეგვიძლია შაბათ-კვირას ყველგან წავიდეთ, სადაც გინდა. არა, რა სულ ერთიანი ახლა მესტიაში წავდივართ, სვანეთში წავდივართ, ბაკურიანი, აი შედარებით ცოტა შორი კი არის თქვათ გუდაური, მაგრამ ანუ იდეაში ისევ ახერხებ თქვათ დაგეგმას რომ ან თქვათ შეიძლება პარასკევი არ მიუშავო და პარასკევი შაბათი კვირა გავატაროთ. აი ეს ანუ ისე არ ყოფილა რომ აი დიდი ხნით წავსულიყავი სადმე თქვათ ერთი თვით არ წასვლა, მაგრამ ამის საშუალება არ მაქვს რა თქმა უნდა სამსახურის გამო, მაგრამ ესეთი მოკლე წასვლა-მოსვლები ყოველთვის მეხმარება და ნუ ზამთარი იდეაში დაკავებული ამით სრულიად, როდესაც მე თავისუფალი დრო მაქვს სულ ვარ თაში. და კიდე ნუ ესე ვთქვათ კარგია რომ ასე თუ ისე ბავშვები ძალიან მომყვებიან ამაში და ძალიან მიხარია როდესაც ოჯახთან ერთად ახერხებ ამას. ეს არის ერთ-ერთი ანუ რეალურად ხა როდესაც შენ მუშაობ ძალიან დიდ ხანს და ძალიან გვიან მოდიხარ და ასევე ჰობიც თუ აი ვთქვათ აქტივობაც ისეთი გაქვს როცა ბავშვებს ვერ ხედავ, ეს ჩემი აზრით არ არის კარგი. და ძალიან დიდი გამართლებაა, როდესაც ყველაფერში ერთად არიან და ოჯახთან ერთად ხარ და ზოგადად მოგზაურობაც ძალიან სასიამოვნოა. და ნუ ახლა ზაფხულში ქონდა ცოტა ესეთი ვთქვათ დაბნეულობა, იმიტომ რომ ყველანაირი სხვადასხვა სპორტები ვცადეთ, ბათუმში სამწუხაროდ წვიმიანია და საგარეო სპორტი რაღაც არასტაბილურია. საშინაო სპორტიდან ახლა მაგიდის ჩოგბურთი ისქენ დავამოღალეთ. მეც მაქვს და მე მოგვიწევს ამ მაგიდის ჩოგბურთი. მე იმდენად შემიყვარდა მაგიდის ჩოგბურთი, კლუბი გავხსენი პირველი დახურული კლუბი გავხსენი. დიდი სიამოვნებით როცა ბათუმში ვიქნა. გავხსენი. სახში გავდგი ახლა მეც და ხო, აი ექიმები მარტო კი არა, ექიმობენ. რამდენ რაღაცას აკეთებენ, ხო? არა, ეს მაგიდის ჩოგბურთი იყო ესეთი ძალიან გამიმართლა რომ შეხვდა ძალიან მონდომებული სპორტსმენი ბიჭი ბათუმელი ჩემპიონია საქართველოს და მან რომ ავარჯიშებდა მასთან ერთად წარმოიქმნა იდეა რომ რეალურად ბათუმში არ იყო დახურული სერიოზული ტიპის სად არის ეს კლუბი? ეს არის გორგილაძის ქუჩაზე. დღეს ხო იქნებით იქ გვიან? დღეს თუ იქნებით შეიძლება არა, ჩემს გამო შეწუხდებით. კი შეიძლება. და ნუ მან ხელმძღვანელა ყველაფერს, მე იდეური თვალსაზრისით და ნაწილობრივ ფინანსურითაც ესე ვთქვათ უზრუნველყოფით და რეალურად გავაკეთეთ ესეთი რაღაც. ახლა იყო სპორტ სკოლა არსებობს რა თქმა უნდა ბათუმში და ის სხვა აი კლუბი როგორც კლუბი არ იყო და ახლა გვაქვს სამი საერთაშორისო დონის მაგი და საერთაშორისო დონის დარბაზია და ასე რომ გავტესტოთ აუცილებლად. და ესეც გვაძლევს იმ საშუალებას როცა მაქვს რომ ზაფხულში ვიცი რომ სტაბილურად წვიმა იქნება თუ არ იქნება წვიმა წავიდე და რაღაცა ვითამაშე რაღაცა გავაკეთე. ზეშიც და წვიმაშიც, ქარშიც და აუდარშიც გადასარევია და სანამ რა ვიცი იმედია სანამ მაქვს ძალა მაგის აქტიური ვიქნები მე როცა რა ვქნა ძალა დავწევით და ვიქნები დასანებული. ბატონ თემურ წერან ახსენეთ რომ არ მქონიაო საშუალებაო ერთი თვით სადმე გავსულიყავიყო. აი ხა ჩათვალეთ რომ ხვალიდან ერთი თვე ძალიან მშვიდად მინდიხართ ოღონდ აქ ყველა პაციენტი მოწესრიგებულია და ასე შემდეგ და აბსოლუტურ სიმშვიდეში შეგიძლიათ გაატაროთ ერთი თვე. აი როგორ დაგეგმავდით თქვენს ერთ თვეს? ისე დამიხარეთ ხა ნირვანაში ჩავარდები მე მგონი და აი მენა ვისიამოვნებ ყველას. ხო აი ერთი რაღაცა რაც არ წარმომიდგენია შეიძლება ერთი თვე სადმე გავჩერდე ერთ ადგილას ეს ფაქტია. ამიტომ რაღაც იქნება უფრო აქტიური რო წარმოვიდგინო და რო ისექნა ხო ალბათ სადღაც თუ ეს რა თქმა უნდა ზაფხულია სადღაც საზაფხულო ოღონდ ისეთი რომ იყოს იგივე აი ესეთი და თავისი აქტივობებით ახლა ძალიან ბევრი
რაღაც სპორტული აქტივობა შეიძლება დაგეგმო ადამიანმა, როდესაც ხარ ესე საზღვარგარეთთან სადმე და ალბათ ეს. ნუ ალბათ ერთ-ერთი კიდე ერთი თვე კიდე შეიძლება არ გადამულად არა, მე სხვა დროს. კიდე ერთი თვე რომ გქონდეს, კიდე არა, ორი თვე ერთად არ მინდა, მაგრამ ერთი თვე ხო გავანაწილეთ ახლა რომ წავიდოდი რაღაც ზღვაზე რაღაცაზე. ან რეაქტორი და მეორე არა მე რა თქვა მეორე წელს მეორე ერთი თვე რომ მქონდეს საქართველოს მოვივლიდი ალბათ აუცილებლად. ანუ ეს არის ჩემი ერთ-ერთი რომელიც არ გინახავთ საქართველოში. კი, როგორ არა. ნუ ეხა ბავშვობაში თუ სადღაც ეხა რაჭაში ვიყავით, ამას არ ვთვლი, ანუ ის რომ მე ეხლა როდესაც ხართ დაყოფილი. თუშეთში არ ვარ მაგალითად ნაყოფი. აი სამცხე-ჯავახეთში იქნებით ყველა ვარიანტი. მაგრამ აი იმდენი საინტერესოა მე ძალიან მიყვარს მაგალითად აი ციხე კოშკების ძველებური იმის ნახვა, აი რეალურად რომ მიდიხარ და უყურებ ხალხი როგორ სამცხეში ძალიან ბევრია ჩემი ხალხი და ხო აი ძალიან ბევრია. აი რაღაცებს იქვე რომ სწავლობ თუნდაც აი შეიძლება ისტორიასთან ცალკე ხა კარგია რომ კითხულობ რაღაცაშობი აი ესეთი ის ქონდა ძალიან მაგარი გამოცდილება იყო მინდა ციხე არის ესეთი ციხე არის ეს არის მე მგონი რაჭისკენ ასეთაც თამარის ციხეს უძახენ აი ესეთი გას ესეთი ციხე კლდეზე ასე და ჩვენ ახალაც ერთი თვის წინ ნახე დავიწყეთ ასვლა ამ ციხეზე და აი 1-3 საათი ვიწვალე ძლივს ავბობთ ამაზე თან მეგობრა ვფიქრო ახლა ზემოდა რომ შენ გესროილებიან ახლა რაღაცებს და ლოდებს ქვებს და გასწამენ კუბს შენ როგორ უნდა ახვიდე იქა და ავედით როგორც იქნა რაღაცა გავიხედე და შევხედე ეს კედლებს შორის პატარა გასაძრომია რა ის შიგნითვე უკვე ციხეში და აი იმ გასაძრომიდან ესე ფეხსავალი ბილიკით ლამაზად ისე უკანა ტყიდან ჩამოხვედი იმავე ადგილას ასე. ანუ მივხვდი რომ აი თვითონ ხალხს ისე ქონდა ყველაფერი გათვლილი რომ აი მტრისთვის ეს ქონდათ და მისთვის ისეთი გასასვლელი ქონდა რომ ადვილად მოძრაობდნენ და ანუ ასეთ რაღაცებს აღმოჩენა ძალიან საინტერესოა საქართველოს შეიძლება ალბათ ესე ვთქვათ ძალიან უწურავი ქვეყანა გვაქვს ნამდვილად დაშენებული. გარდა იმ საერთო მიღებული ვთქვათ ტურისტული სანახაობებისა ძალიან ბევრია ესეთი განსაკუთრებულად შეიძლება ნახო და ჩემს ერთი თვე ძალიან კარგი იქნება და მაგისთვის. და გადავიდეთ ვიცი. გადავიდეთ. წიგნი თუ აუდიო წიგნი? აუდიო წიგნი. დიდი ქალაქი თუ სოფელი? საცხოვრებლად იყოს ну, ქალაქი მაინც მიკროსოფტში. რეალისტი ხარ თუ მეოცნება? რეალისტი. გუნდი თუ გუნდის გადაწყვეტილება თუ ინდივიდუალური გადაწყვეტილება? გუნდის მჩვენართ. ფილმი, დრამა თუ დოკუმენტური? დოკუმენტური. შვებულება მთაში თუ ზღვაზე? ხო, ზამთარში ზღვაზე ზაფხულში პირიქით, ზამთარში მთაში ზაფხულში ზღვაზე. გადასარევი. იუმორი მისაღებია საოპერაციოში. იუმორი როგორ არა კი, ოღონდ აი ძალიან რთულია დროის შერჩევა. დაძაბულ პერიოდში ძალიან ძნელია. მეგობრებთან დროის გატარება სახლში თუ რესტორანში ან სადმე გარეთ? გარეთ. ნამდვილად რესტორნები არ მყავს. და ერთი სიტყვით როგორ დაახასიათებდით თქვენ თავს? ერთი სიტყვით მხოლოდ. ძალიან რთული კითხვა. მაინც ქირურგი მომდის თავში. აი. დიდი მადლობა. მადლობა. ბევრი მადლობა თქვენ. ისროთ წარმატებას თქვენ საქმეში და ზოგადად ყველაფერში. მადლობა. მადლობა.